ხომ არ გაქვს ისეთი განწყობა, რომ წლის ბოლომდე რაფასადაც არ უნდა დაგიჯდეს, ტიტულზე უნდა იბრძოლო? არა, არანაირად. ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა. ისე არ ეწყობა, როგორც შენ ისურვებდი. აიღო და უბრალოდ წახვიდე, ყოველთვის ვერ შეძლებ. ამიტომე უბრალოდ შენ ბრძოლებს ჩავატარებ და ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი თავის დროზე მოვა. სულ ამბობენ, თითქოს ხშირად არ ვიბრძვი. აბა რა გავაკეთო, თუ ბრძოლებს არ მაძლევენ? მე ჩხუბი მინდა, მომეცით ბრძოლები. თუ ტრამირებულია რო არ მინდა ვიბრძოლო. ისინი კი არ რისკავენ თავიანთი პოზიციით. ბევრი ასევე ტოპებშია და უბრალოდ თავის სააცილოდება. ლოდინი არ მინდა, ბრძოლა მინდა. თუ არ ვწდები, თქვი რომ პიოტრი ისე მოუგებს მერაბს. იყო ასეთი რა? დიახ, ასე ვფიქრობ. სონს ჩამოვა რომ პიოტრი მას კიდევ ერთხელ მოუგებს. რა დაინახე მეორე ბრძოლაში ისეთი რაც ამას გაფიქრებინებს. ჯანმრთელად იყო. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელი ხელით უტყამდა, აი ეს დავინახე. პირველ ბრძოლაში იმ ხელით არ უტყამდა. ხარი ჰქონდა ტრამირებული და არ უტყამდა. მეორე ბრძოლაში კი ორივე ხელით იმუშაოდა, სულათით შეიცვალა. ხედავ რომ თუ შემდეგ ბრძოლაში ჯანმრთელი იქნება, ანუ თუ ორივენი ჯანმრთელები იქნებიან, მე უნარებიდან გამომდინარე ვამბობ, უნარებით პიოტრს კარგი ბოქსი აქვს. ჭიდაობა მერაბსაც აქვს, მაგრამ კონტროლი ალჯოსავით მერაბს არ შეუძლია. მას არ აქვს გრეპლინგი, ამიტომ იმის გამო რომ წააგწევს, პიოტრი მაინც წამოდგება. ამიტომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავ. ემოციურ ასპექტში რას ვფიქრობ? შენ რა თქმა უნდა იცნობ მერაბს, როგორც მე ბრძოლს. ის ისეთი ადამიანია, რომელიც შედის და უბრალოდ იბრძვის. აქ არაფერი ისეთი არ არის. არ მგონია რომ ემოციურად რამე იმოქმედებს მასზე. უნარები იმოქმედებს, უნარებით კი ის ჩამოუვარდება პიოტრს. ან უნდა გააუმჯობესოს გრეპლინგი, ზურგი აიღოს, რაღაც პოზიციებით იდომინიროს, ან ისეთივე შედეგი იქნება, რაც მეორე ბრძოლაში. მე ასე ვხედავ. სტილისტურად ვისთან უფრო ისურვებდი ბრძოლას? რა თქმა უნდა, ქამალზე მსურს ბრძოლა. ჩემთვის სულ ერთია ვისთან, ქამალზე მინდა ჭუბი. და რა თქმა უნდა, ჩემი იმ ერთადერთი ბრძოლის რევანში მინდა, სადაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ისევ და ისევ, ჩემ თავს მინდა დაუმტკიცო, გატეხილი ხელის გარეშე ჯანმრთელი ხელით როგორ ვიჩხუბებდი, როგორ ვიბრძოლებდი მომდევნო 3 რაუნდი. ეს ჩემი თავისთვის მინდა, ეს კითხვის ნიშნები რომ გავახრო. გუშინდელივით მახსოვს შენი ბრძოლა მერაბთან, ძალიან ყურადღებით ვუყურებდი. გუნდიდან ერთმა თქვა რომ არ არსებობს ისეთი რამ, თითქოს გაგქურდეს ან რამე მსგავსი. გუნდი როგორ რეაგირებს ამაზე საინტერესოა. გეტყვი ჩემ კომენტარს ამ ბრძოლაზე. მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, ვიბრძოლე ისე, როგორც შევძელი გატეხილი ხელით და არ ყოფილა ისე რომ რაღაც არ გავაკეთე იმ ბრძოლაში. ყველაფერი რაც შემეძლო გამეკეთებინა იმ ბრძოლაში გავაკეთე. იმის გამო რომ გატეხილი ხელით ვუტყამდი, ხელი უბრალოდ კი არ გაბზარულა, არამედ გატყდა. ცulis გადაადგილება მოხდა, ქვემო ჩამოვიდა. რატომ? იმიტომ რომ გატეხილი ხელითაც ვაგრძელებდი და დარტყმას ვაყენებდი. ამის გამო არ მაქვს ის განცდა, რომ იქ ოდნავ სხვანაირად შემეძლო რამის გაკეთება. ბრძოლაში მთლიანად დავიხარჯე, ეს 100%-ით ვიცი. როცა დარბაზში ვსაუბრობდით, უბრალოდ როცა თითოეული სიტყვი გამოდიოდა, შენმა სიტყვამ ძალიან შთამაგონა. როცა იმ ბრძოლის კონტექსტში ხელი რომ მოიტეხე, ყვებოდი რომ აზრადაც არ მოგცვლია, ამაზე ლაპარაკი ან გაჩერება. ამისთვის მნიშვნელობის მინიჭებაც კი. და მაგალითად ხაბიბი მოიყვანე. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს მაყურებელს მოუყვეთ, მაგრამ ისტორიამ აღმაფრთოვანა. თელი ჩემი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის, სხვების არ ვიცი, მაგრამ მე უბრალოდ ამ ადამიანის გვერდით ვარ 14 წლიდან. ის თუ როგორ ეპყრობოდა ამ საქმეს, ფანატიკურად. არ ვიცი, ცოტა ვინმე თუ მინახავს ასე ეპყრობოდეს. ცდილობდი მეც ისეთივე მიდგომით ყოფილიყავი როგორც ის, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემთვის ახსენე რომ მე სხვა ვარ, ხაბიბი არ ვარ და ხაბიბი ვერასდროს გავხდები. ვერ შევძლებ ისე ვარჯიშს როგორც ის. ესე იგი რა გამოდის? ესე იგი უნდა ვივარჯიშო ისე როგორც უმარმა. მაგრამ მიუხედავად ამისა არ ვიწყებ მოდუნებას. არ ვამცირებ დატვირთვებს, არ ვეძებ გამართლებებს, არ ვაცდენ ვარჯიშებს და ბრძოლას მსუბუქად არ ვუყურებ. მე ყველაფერი გავაკეთე და შედეგი ასეთია, უნდა შეეგუო. შენ MMA-ს რომელ ასპექტს აფასებენ მეტოქეები ყველაზე ნაკლებად, როგორ ფიქრობ?
ვფიქრობ, მე თვითონ ვაფასებ ნაკლებად ჩემს ბოქსს, ჩემს ხელებს. იმას თუ როგორ შემიძლია კომბინირება, როგორ შემიძლია ხელები ჩხუბი დგომში. ვფიქრობ, ბრძოლებში ყველაფერს არ ვიყენებ, რაც შემიძლია. მე თვითონ ვიცი, რომ ნაკლებად ვაფასებ. კოდის სენთგენ ამ ბრძოლაშიც კი მთელი ბრძოლა ვჭიდაობდი. ჭიდაობა არ გამოვიდა. დგომში მოვახერხე მისი გახსნა. ვფიქრობ, ცოტა მეტად უნდა ვისწმუნო ჩემი ხელების, ნოკაუტებიც იქნება და ლამაზი კომბინაციებიც. ვფიქრობ, მე თვითონ უნდა ვისწმუნო ამის. ბარსელოსი, რომელიც უხეშად დაანოკაუტე, ახლა ხამყვებოდა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ მოხდა ეს. შენ თუ შეგიძლია გაიხსენო ეს ყველაფერი, თუ როგორ გამოვიდა. მახსოვს ის მომენტი, როცა ჩემკენ მოდიოდა, ვიფიქრე, სწრაფად მოდის მეთქი, მუხლს დავატყამ. მუხლით ვერ მივწვდი და წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელი გავისროლე. მან კი ვერ დაინახა. დათმა არ ყოფილა ძლიერი, მაგრამ გამოსვლით მძიმე გამოვიდა. რადგან წონასწორობის შესანარჩუნებლად კარგად ჩავდე ხელი. ვერ ვიტყვი, რომ უბრალოდ შევეხე. წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა, ძალაც მივაყოლე. დღეს რა გაძლევს мотиваციას ყველაზე მეტად? ქამარი, ნუ მაგომედოვების გვარის მემკვიდრეობა თუ თვითონ ეს გზა? ყველაფერი ერთად. ყველაფერი შედის აქ, მათ შორის ისიც, რომ შემიძლია გარკვეული ფული გამოვიმუშაოთ ჩემთვის. მე ჩემი ბრენდი შევქმნა, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აი მითხრან, ხვალ ფულს არ მოგცემენ, მხოლოდ მემკვიდრეობა დასჭება, იბრძოლებ, ალბათ დავფიქრდები. ოჯახი მაქვს გამოსაკვები. საკუთარ თავთან მართალი უნდა იყო, რომ ვთქვათ, დიახ, მხოლოდ მემკვიდრეობის გამო მივდივარ მეთქი, ფულს კი არ მაძლევენ, მე კი ოჯახში მაქვს გამოსაკვები. ანუ ყველაფერი ერთად. ვფიქრობ, ფულიც, მემკვიდრეობაც და ისიც, რომ ქამრის მოპოვება მინდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია. რომ მითხრან, ფული არ იქნება და ქამაზე იბრძვიო, მგონი მაინც ვიბრძოლებდი. Мне, наверное, сказали бы, денег нету, за поезд дерешься, мне кажется, я подрался бы. და ისიც რაც თქვი, წელიწადში 350,000 რუბლი. ბევრი მებრძოლი ხომ სწორედ ამდენს გამოიმუშავებს, ძალიან ბევრი. Очень мало бойцов могут заработать какие-то хорошие чеки. ცოტა მებრძოლი, ვინც კარგ ჩეკებს იღებს. Щепетильно относиться к выбору профессии и решить для себя, что ამიტომ ძალიან გულმოდგინედ უნდა მიუდგე პროფესიის არჩევას და გადაწყვიტო შენთვის, რომ ეს ძალიან მძიმე გზაა, რომელშიც ვერ ვიტყვი, რომ ლატარიასავითაა, მაგრამ მაინც იცი, ყველა მებრძოლს, ყველა სპორტსმენს არ აფორმებენ. ყველა სპორტსმენი ვერ აღწევს ტოპ-10-ში. прорывается в топ-10, не каждому удается подраться именно за пояс. Это всё ყველას არ ეძლევა შანსი საჩემპიონო ბრძოლაზე. ეს ყველაფერი უნდა აწონდაწონო და როგორც დასტინ პორიემ თქვა, ჯობს ისწავლო. Как сказал Дастин Порье, лучше учиться. დასეთყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც, არ ვიცი, ცდილობენ საყვედური გითხრან იმაში, რომ ხაბიბი რომ არ ყოფილიყო, ძნელად თუ აეწყობოდა ასეთი გზაო. Есть такая დიახ, ხალხში არის ასეთი ხმა, თითქოს ყველაფერი ლანგრით მომართვეს, რომ არ გამივლია ის მძიმე გზა, რომელსაც გადიან სხვა მებრძოლები და ასე შემდეგ. Я не прошел тот тяжелый путь, который проходят, например, другие бойцы. ეს ჩემი ბრალი არ არის. იმაში რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის ძმა დავიბადე. მე მოვინდომე, ავირჩი ეს გზა და შეიძლებოდა რომ არ გავეფორმებინა UFC-ში სხვა გვარის რომ ყოფილიყავი? დიახ, სრულიად შესაძლებელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საერთოდ წავიდოდი ამ სპორტში ასეთი ძმა რომ არ ყოლოდა? არის ასეთი კითხვაც. წავიდოდი ხომ სწორია? არ ვიცი. და შეიძლება ჩემი ძმა ქირურგი რომ ყოფილიყო, ვისგანაც მაგალითს ვიღებ, ვინც ჩემ და მისია განწყობილი როგორც мама, ვინც გვერდით მიყენებს. შეიძლება ეს სფერო მომწონებოდა, თუმცა ქირურგობა ასევე არ არის ადვილი საქმე. ამიტომ ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელ დღეს მე აქ ვარ და ამ გზას მივყვები. მინდა გავხდე UFC-ის ჩემპიონი. და თუ ვინმეს მიაჩნია რომ არ მსახურებ, რომ არ ვარ იმ დონის მებრძოლი, ეს თქვენი აზრია. თქვენ გაქვთ სრული უფლება ასე იფიქროთ. მე თქვენთან საქმეს საერთოდ არ მაქვს. არ მაქვს სურვილი რამე დავამტკიცო. რისთვის?
ხალხს უნდა ვუმტკიცო რამე? Აბსოლუტურად უაზრობაა ეს. Что я буду людям доказывать? Да, абсолютно это бессмысленно на самом деле. სინამდვილეში მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ცხოვრება. წვევით ჩემს სახლში, კეტავ ჩემს კაცს და ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით. Ამიტომ ვიღაცას რაღაც ვუმტკიცო. Проживают свою жизнь. Поэтому что-то кому-то доказывать, что-то მე UFC-ის ჩემპიონის გამარიც კი მინდა, არა იმიტომ, რომ ხალხს დავუმტკიცო, რომ ვიღაც ან რაღაც ვარ. მე ვიცი ვინც ვარ, ვიცნობ საკუთარ თავს. მე მინდა გავხდე ჩემპიონი ჩემთვის, ჩემი მამისთვის მინდა გავხდე ჩემპიონი, რომელმაც ჩემში ყველაფერი ჩადო. ჩემი ძმებისთვის, რომლებსაც ჩემი სჯერათ, იმავე ხაბიბისთვის მინდა გავხდე ჩემპიონი. для своих братьев, которые в меня верят. მე მინდა გავიმეო, რომ მისი ისტორია, რათა ჩვენი მემკვიდრეობა უფრო დიდი იყოს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა გავხდე ჩემპიონი იმისთვის, რომ ვიღაც ადამიანმა იფიქროს, უმარი მაგარია ის ჩემპიონია. მე ეს რად მინდა? შენ რომ მას ჩამთვალო, მაგრამ მე ამით არაფერი დამაგდება და არც მომემატება. მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ, შენ შენი ცხოვრებით. ამიტომ ვერ ვხედავ აზრს, ვინმეს რამე დავუმტკიცო. Мне интересно, дети твои понимают. საინტერესოა, შენ შვილებს ესმით, რით არის მამა დაკავებული? ჯერ არა, ძალიან პატარები არიან. დიახ, ჯერ პატარები არიან, მაგრამ ასაკთან ერთად ალბათ მიხვდებიან. დაინახავენ და ეს ყველაფერი ალბათ დარჩება. მაგრამ მე ჩემი შვილებისთვის არ ვისურვებდი ამ დიდ სპორტს, არ მინდა. ეს სინამდვილეში ძალიან მძიმე გზა, ეკლიანი გზა. შენ სპორტში ხარ 6-7 წლიდან, 10 წლიდან სიმართლე გითხრა. აი როცა ვხედავ მშობლებს, რომლებსაც უნდათ რომ შვილებისგან სპორტსმენები გამოვიდნენ, ისე მეწოდებიან ხოლმე. გულწრფელად რომ თქვა, ბავშვები მეწოდებიან, მშობლები რას კარგავენ, ტრავმები მათ არ ექნებათ, მშობლებს არ მოუწევთ წონის დაკლება. ისინი ამ ყველაფერს არ გაივლიან. ბავშვი გაივლის ამ ყველაფერს, როცა ის გაიზარდება. და მაშინაც კი თუ ის კარგი სპორტსმენი გამოვა მაგარია, მაგრამ თუ არ გამოვიდა, станет хорошим спортсменом, то классно. А если საქმიანობის სფერო შეცვლა ძალიან რთულია. შენთვის რთულია მთელი ცხოვრება ჭიდაობით იყო დაკავებული და ერთ დღეში გახდე პროგრამისტი. ვერ შეძლებ, არ იცი ეს რა არის. ასკი გსმენია რა არის პროგრამირება. ты не сможешь, ты не знаешь, что такое, ты не слышал даже, что такое программирование. Понимаешь? ამიტომ როცა მშობლებს ბავშვი მხოლოდ ხალიჩაზე შეყავთ, გულწრფელად ვთქვათ, პარალელურად სხვა რამეც უნდა გააკეთებინო. Думаешь, параллельно что-то აი როცა გახდება 16-18 წლის, თვითონ გადაწყვეტს რა უნდა. он сам решит, что он хочет. А там хотя бы იქ კი ცოტაუდენი ცოდნა მაინც ექნება, რაღაცის კეთება ეცოდინება. Ну и на ბოლოსკენ უმარ არსებობს ასეთი მოსაზრება, ეს ისევ გაზვიადებულად რომ ვთქვათ, რომ MMA არის სპორტი მარგინალებისთვის. что ძალიან მაღალი IQ არ არის საჭირო იმისთვის, რომ MMA-ით დაგავდე. маргиналов. очень высокая IQ нужна, чтобы заниматься MMA. ეს ჭადრაგივითაა. ყველაფერი უნდა შეიგრძნო. არ შეგიძლია უბრალოდ მოჭიდავე იყო. შეხვიდე ფეხში, როგორც მოგიშეხდება, მაშინვე გაგგუდავენ. Как тебе попало, тебя задушат. ან იყო მხოლოდ მოკრიბე, ფეხი მოგხვდება. Боксером тебе с ноги прилетит. Это кто-то ვინც ასე ფიქრობს, ფიქრობ, რომ ისინი არასდროს შესულან გალიაში. ходили в эту клетку. Они ისინი არასდროს ყოფილან დაკავებული ამ სახეობის სპორტით და ნებისმიერი სახეობის სხვა სპორტით. სულ ერთია. აი ნებისმიერი სპორტი, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს ეჯიბრება. იქ საჭირო ხდება IQ, საჭირო ხდება ფიქრი, საჭიროა გარკვევა სწავლა, უნარების შეძენა учиться, приобретать навыки. და არ მიმაჩნია, რომ რომელიმე სახეობის სპორტი სულელი ადამიანებისთვისაა. Любой из видов спорта, что он для глупых людей. გულწრფელად გეუბნები, ჩემს ბრძოლებს უყურებდი ხელახლა. გადავხედე ჩემს ბრძოლებს, Смотрел свои бои. ფიქრობდი ჩემს გზაზეც. Со своим путем. თლიანობაში В целом. და ვფიქრობდი, რატომ? Я думал, я თან მე გამოჩენილი უნარები არ მაქვს. არ შემიძლია ვთქვა, რატომ გამოვიდა მაინც და მაინც ჩემთან ყველაფერი ასე. могу сказать, что პასუხი არ მაქვს. არ შემიძლია. почему именно у меня это все так получилось. У меня нету ответа. გულწრფელად არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იმიტომ გამოვიდა, რომ მე კარგი მებრძოლი ვარ. არა, რა თქმა უნდა, არა. Спортсменов, которые სოფლიოში ძალიან ბევრი სპორტსმენია, რომლებიც დიდი ალბათობით მომიგებდნენ. მათ უბრალოდ ჩანსიც კი არ მისცეს. и და უბრალოდ ასე დაგიწესა უზენაესმა. ის შენ ამით გაფრკოლებს. ცდის იმის თუ როგორ მოიქცევი იქ და თითოეულ ადამიანს თავისი საკუთარი გზა აქვს. вон там поведешь, и у каждого человека свой собственный путь, знаешь. სინამდვილეში ძალიან რთულია გაუგო ბიჭებს, რომლებიც უკვე 20 წელს გადაცლებულები არიან და არ აქვთ არც ერთი დიდი კონტრაქტი და ისინი უბრალოდ იჯერებენ, რომ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. Что они придут обязательно к успеху, он აი დანიელ კორმიე, როცა მოვიდა სპორტში, მერე ვიღაც რომერო, ეს ბიჭები ოლიმპიადაზე ჭიდაობდნენ. ისინი ნულიდან არ მოსულან ისეთ სპორტში, სადაც MMA-ზე იყო განვითარებული როგორც დღესაა.
ეს რაღაცები შენთვის უნდა გესმოდეს. მაგალითად, თუ დღეს აიღებ ბიჭს, რომელიც ბავშვობიდან MMA-ით იყო დაკავებული, დაიღებ თავისუფალი სტილით მოჭიდავეს და ეცდები მისგან მებრძოლი გამოძიებო, როცა ის 25-ის ან 30-ის იქნება, როგორც სკორი მიიღო, ამის გაკეთება რთული იქნება. MMA-ის განვითარების დონე ბევრად მაღალ донезია. Понимаешь, уровень развития ММА намного вот уже он на высоком уровне, уже все учатся с детства. Уже ты ეს ის პირველი ბრძოლები იყო, რასაც UFC ატარებდა. იქ სტილები ჩხუბობდნენ, გამოდიოდა მოკრივე კარატისტის წინააღმდეგ, გამოდიოდა ჯიცერი ვიღაც ტაილანდური კრივის წარმომადგენლის წინააღმდეგ და სტილები წყვეტდნენ. მაგალითად, ერთი წააქცევდა, მეორე მტკივნეულს უკეთებდა. ახლა კი ყველაფერი იცის, ყველაფერი იციან. მტკივნეულებისგანაც იცავენ თავს, მტკივნეულების გაკეთებაც იციან, დარტყმაც იციან, ჭიდაობაც. ამიტომ ილუზიებში არ უნდა იცხოვრო. ზუსტად უნდა იცოდეს შენთვის რისკენ მიდიხარ, რა გინდა ცხოვრების გამთლიანობაში და სადამდე უნდა მეხვიდე. თუნდაც მაგალითად, შენ რაღაცისკენ მიდიხარ, შენთვის უნდა გესმოდეს და თუ მე იქამდე ვერ მივალ, მე რა. ცხოვრება ხომ ამით არ მთავრდება. არიან ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ხალიჩას მიუძღვნეს და ოლიმპიური მედლები ვერ მოიპოვეს. ახლა ისინი როგორც ადამიანები ყდებიან და ფიქრობენ, მთელი ცხოვრება ამას მოვანდობენ, მაგრამ ვერ გავხდი ჩემპიონი. რატომ? მაგრამ არც ირაშია, არც ისა, რომ შენ ამ დედამიწაზე ოლიმპიური მედლის მოსაპოვებლად არ მოსულხარ. გზა ამთავარი, ის თუ როგორ გაიარე მთელი გზა. Да, у Хабиба, конечно, такой феноменальный. ხაბიბს, რა თქმა უნდა, ასეთი ფენომენალური გზა ჰქონდა სინამდვილეში. და თუ ისლამ ახაჩევზე ვისაუბრებთ, როგორ აღწერდი მას, რა გაძლევს მასში ყველაზე მეტ мотивაციას. Ислама Махачева იცი როგორ შემეძლია გითხრა, ასეთ მაგალითს მოგიყვან. აი თუ მინდოს შეიქმნება უზარმაზარი მუხა, უზარმაზარი, რომლისგანაც კიდევ სხვა ხეები იზრდება. ფიქრობ, რომ მთელი ის გუნდი, რომელიც ხაბიბის გარშემოა, აი ჩვენ ყველა, ფიქრობ, ჩვენ ეს ყველა ხტები ვართ. от которого еще прорастают другие деревья. Я думаю, что вся команда, которая вокруг Хабиба, вот мы все. Я думаю, мы вот эти იმიტომ რომ თავიდანვე მთელი ეს გზა, აი ასე გავიარეთ, изначально весь этот путь. რომ გესმოდეთ. მაგალითად ხაბიბი, თუ როგორ აჩვენე დღევანდელი მდგომარეობა და ის თუ როგორ ვარჯიშობდა მაშინ. მაგალითად, ისა კისლოვოდსკში არ იყო მაშინ, არ იყო ასეთი შესაძლებლობები, რომ ყველა ჩამოსული იყო აქ, გადაიხადათ $1000 და ევარჯიშათ ასეთ შეკრებებზე. ასეთი შესაძლებლობები არ იყო. ხაბიბი სახლში ვარჯიშობდა თავის დარბაზში, ასეთი პირობების გარეშე. ამიტომ ის თუ როგორ გაიარა მან ეს ყველაფერი ღირსეულა და ის თუ როგორ გაყვნენ მას უკვე სხვები, აი მთელი ჩვენი გუნდი ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. Последовали вот вся наша команда, это для меня это многого стоит. Меня в целом თლიანობაში აღმოფრთოვანებს მთელი ეს გუნდი. მიხარია რომ ასეთ გუნდში ვარ, რომ მყავს ასეთი ძმები, არიან ასეთი მაგალითები, რომლებსაც შეგიძლია მიბაძო. თლიანობაში ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძმები მყავს. примеры, за которыми можно последовать. В целом счастлив, что есть такие братья, альхамдулилля.